ქალაქ ოდესის მახლობლად უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო კატარღები მუდმივად პატრულირებენ. მათი სამიზნე რუსეთის არმიის შემტევი დრონები და სხვა საშუალებებია. უკრაინის მცველებს ფაქტობრივად ყოველღამე განგაში აქვთ გამოცხადებული, რადგან კრემლის საოკუპაციო არმია შავი ზღვიდან დრონებით აქტიურად უტევს ქვეყანას. უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, 31 მარტის ღამეს 57 ირანული წარმოების რუსული დრონი გაანადგურეს. Шахеды як летали. შაჰიდის ტიპის დრონები ისე დაფრინავენ, როგორც ადრე. ხან პირდაპირ ჩვენი მიმართულებით მოფრინავენ, ხან სხვა ადგილისკენ. ხშირად ჰაერში საათობით მოძრაობენ წრიულად. შემდეგ კი კონკრეტული მიმართულებით მიფრინავენ. Кружляти. როგორც უკრაინელი სამხედროები ამბობენ, ბოლო პერიოდში ირანული დრონებით იერიშები საკმაოდ გააქტიურებულია. გარდა ამ შემტევი დრონებისა, ხშირია რუსული თვითმკვლელი დრონებით იერიშებიც. უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ერთ დღეში ჯამში 2223 ასეთი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს უკრაინას. Коли кажуть там ось там перемога. როდესაც ამბობენ, რომ ცეცხლის შეწყდა ჩვენთვის არაფერი იცვლება. თუ კი განგაშია ბრძანება გვეძლება, რომ ნავმისადგომიდან გავიდეთ. ანუ ერთ ადგილზე დგომა ძალიან საშიშია. რუსული დრონები და სხვა საბრძოლო საშუალებები უმიზეზოდ არ დაფრინავენ. რაც უფრო მეტი შემოგდებას შევძლებთ, მით უფრო ნაკლებ ზეას მოგვაყენებენ. ან ნაკლები ადამიანი დაიღუპება ამ თავდასხმების შედეგად. Зададуть шкоди. უკრაინაში ცეცხლის ნაწილობრივ შეწყვეტასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ინიციატივით გამართული მოლაპარაკებების დროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი სწორედ შავი ზღვის აკვატორიაში საომარი მოქმედებებისა და ენერგოობიექტებზე დარტყმების შეჩერება წარმოადგენდა. თუმცა რუსეთის საოკუპაციო არმია არ წყვეტს იერიშებს და ყოველდღიურად თავს ესხმის უკრაინულ მშვიდობიან ქალაქებს შემტევი დრონებით, ბალისტიკური რაკეტებითა თუ სხვა ტიპის შეიარაღებით.